ქართული ოცნება ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს ანონსებს, საუბარია ქართულ კანონმდებლობაში ფარას ანალოგის შექმნაზე, რაც ცვლილებებს უნდა ველოდოთ და რას გულისხმობს ეს ინიციატივები. მანანა დევაძე მოგვიყვება ახლა პირდაპირ ეთერში. მანანა, გისმენთ. ქართული ოცნება ამერიკული ფარას დღეს მოქმედი კანონის ზუსტი ასლის დარეგისტრირებას აპირებს. ამ კანონ პროექტის დამტკიცების შემდეგ კი დღეს საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის შესახებ კანონი გაუქმდება. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის კონკრეტულ დეტალებზე და შინაარსზე დღეს უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს არ უსაუბრია. კიდევ ერთი ინიციატივა მედიას უკავშირდება და როგორც მდინარაძე აცხადებს, ახალი კანონმდებლობა ბრიტანულ მიდგომას დაერყნობა, რომლის საშუალებითაც მედია საშუალებებს უცხოეთიდან ფულის მიღება შეეზღუდება. გარდა ამისა, საჯარო სამსახურში უცხო წყაროებიდან დაფინანსების მიღება აიკრძალება. გრანტების შესახებ კანონში ცვლილება შევა და გამკაცრდება ნარკოპოლიტიკა. ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც დღეს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ გაგვაცნო, საკმაოდ ვრცელია. როგორც მდინარაძე აცხადებს, ამ კანონმდებლობის დამტკიცების და ძალაში შესვლის მერე საქართველოს დაშანტაჟებას ვეღარავინ ვეღარ შეძლებს და საქართველოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მხოლოდ ქართველები მიიღებენ. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ახალი ინიციატივების მიზანი ქვეყანაში შავი ფულის და ასევე დეზინფორმაციის შეზღუდვა. დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული ფარას დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი. როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ამერიკული დაფინანსება ხმარდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არეულობის და რევოლუციის მხარდაჭერას. შარშან პარლამენტმა მიიღო ფარას მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია, თუმცა იცით, რომ მიუხედავად მისი ძალაში შესვლისა. რეესტრში რეგისტრაციაც კი არ გაუვლია რამდენიმე ათეულ. ყველაზე მდიდარ და გარე დაფინანსების მიმღებ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას. დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედია საშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. გამარტივდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნები, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნა და გათავისუფლება განისაზღვრება მინისტრის ან სხვა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის დისკრეციულ უფლებამოსილებად. შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება. შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე. პარალელურად მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც შევა ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში. საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ უზრუნველყონ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენების გატარება საქართველოში, შეეძლებათ მიიღონ საგრანტო დაფინანსება საქართველოს მთავრობისგან. მომდევნო 2 თვის განმავლობაში. გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, სადაც სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახის გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, ხოლო მომხმარებლებს მათი ყველა უფლების დაცვასთან ერთად უბიძგებს უარი თქვან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე. კიდევ ერთხელ საზოგადოებას უნდა უთხრათ, რომ შევეგუოთ იმ აზრს, რომ თუ ამერიკაში ასეთ ძლიერ სახელმწიფოში არის საჭირო ასეთი კანონის არსებობა, რომელიც აუცილებელია რომ დაიცვას ამერიკა უცხოური ფულისგან, უცხოური გავლენებისგან, რასაც სხვათა შორის დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტი პირდაპირ საუბრობს, რომ მან უნდა დაუბრუნოს ამერიკას თავისი სიდიადე და აბსოლუტურად ვეთანხმები. შესაბამისად,
ეს კანონი რატო არ უნდა იყოს საჭირო და აუცილებელი საქართველოში, რომელიც დააზღვევს დეზინფორმაციას, შავი ფულის შემოდინებას, რომელიც სხვათა შორის დადასტურდა მათ შორის ამერიკის პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან, რომ სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, USAID-დან, რომელიც არის ამერიკის სახელმწიფო სააგენტო, თურმე მოდიოდა ფულები რევოლუციისთვის და რადიკალური პროცესებისთვის. შესაბამისად, მათ შორის მედია საშუალებების დეზინფორმაცია, როგორც ეს ხდება დიდ ბრიტანეთში, ანუ თუ ამერიკას ჭირდება უსაფრთხოების დაცვა ამ კანონით ამერიკაში, რატო არ ჭირდება ეს საქართველოს, მით უმეტეს ასეთ პატარ ქვეყანას? ქართული ოცნების დაანონსებულ საკანონმდებლო ინიციატივებს ოპოზიცია აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა ახალი თამაში წამოიწყო, რადგან გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედება ვერ შეძლო. მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით, ქართული ოცნების ყველა ნაბიჯის მიზანია პროტესტი ჩაახშოს და მედია გააჩუმოს. ახალი ინიციატივა, რომელიც მეც სულ რამდენიმე წუთის წინ შევიტყვე, არის ძალიან მკაფიო დასტური იმისა, რომ ამ რუსული ხელისუფლების ერთადერთი მიზანი არის თავისუფალი საქართველოს მოკლა, საქართველოს იზოლირება ცივილიზებული მსოფლიოდან და მისი შეერთება რუსულ ავტოკრატიასთან. ეს ხელისუფლება არის ბოროტმოქმედი ბანდფორმირება, რომელიც მტრობს თავისუფლების ყველა ფორმას და რასაკვირველია ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ყავს თავისუფალი და კრიტიკული მედია, რომლის ჩახშობაც და გაჩევაც რუსეთს. თამაში იწყებს ქართული ოცნება, მათ ვერ ამოქმედეს რუსული კანონი, ხედავენ რომ საერთაშორისო გრანტები შემცირებულია, ამიტომ იგონებენ ახალ თემას და ამ თემაზე უნდათ ეხლა რომ ვიმსჯელოთ. ოპოზიციამ არის გამორიცხული, არის ბოდვა, ამაში არავინ არ შედის, არავინ არ ისაუბრებს. იმიტომ რომ დღეს გვაქვს პროტესტის, არ ვიცი, უკვე მესამე თვე დაიწყო, ადამიანები არიან დაჭერილები, უსაფუძვლოდ სამართლის გარეშე, კორუმპირებული მოსამართლეები და რატომ უნდა ვილაპარაკო ხა ფარაზე, როცა არის ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები ამ ქვეყანაში, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და გვაკორკინებს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ქართული ოცნება ცოტა ხნის წინ დაანონსებული საკანონმდებლო ინიციატივების პარლამენტში დარეგისტრირებას მომავალი 3 თვის განმავლობაში აპირებს. მადლობა მანენა დევაძე იყო პირდაპირ ეთერში.